დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით და კვლავ ამ თემას დავუბრუნდეთ, რომელი თემაც ტრიალებს და ვეღარ მოშოდა როგორც ჭირი საქართველოს მასშტაბით საზოგადოების სალაპარაკო თემას. ესე იგი, დღეს დილით გავხსენი Facebook-ი და დამხვდა ასეთი კომენტარი, ზემოთ მარცხნივ ხედავთ თქვენ. თუ საფრთხეს გრძნობს, ვერ შეედავები, შიგნიდან იცნობს სისტემას. წერს ზაალი. ამაზე პასუხობ, თუმცა მკვდარია უკვე თქო და მე მიპასუხა ვიღაცა გოჩამ, რომ შენ ხარ მკვდარიო. და ასევე მიპასუხა ეკატერინემ საცოდაო. გოჩასთან არ გადავსულარ, მაგრამ აი ამ ქალბატონთან გადავედი და ვნახე, რომ ვინ არის ეს ქალბატონი, არის ბოტი, არის ტროლი, არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც უბრალოდ სისტემის მსხვერპლია და ვნახე, რომ ეს ქალბატონი ძალიან ჩვეულებრივი ქალბატონი არის, ყავს შვილები, როგორც ჩანს, თუ შვილები და აი ამ ქალბატონს მე მივაჩნევარ საცოდავად და მოდი ახლა განვიხილოთ თუ რა საკითხი არის ეს ადამიანს, როდესაც საცოდავს უწოდებ. ესე იგი, საცოდაობა არის ის, რომ ადამიანს უწოდებ რაღაცა აზრის გამოხატვის გამო საცოდავს, ხო? ეს ერთი მხრივ საცოდაობაა. მეორე მხრივ საცოდაობა ის არის, რომ კაცობრიობამ ჯერ ვერ აღიქვა, რომ დღეს საპატრიარქო სრულიად აი უდანაშაულო ერს, აი ამ ქალბატონისნაირ უდანაშაულო ერს იმდენად აბოლებს, ატყუებს, აუფასურებს და უპატივცემულობად მივიჩნევ ამას, რომ ამხელა ინსტიტუცია ასეთ ადამიანებს ისეთ დღეში აგდებს, რომ გაურკვევლობაში ატყუებს ის, რომ ილია მეორე მკვდარია, არ არის მკვდარი. აი ნახეთ ამ ვიდეოში, ეს ვიდეო არის ალბათ 5 წლის წინანდელი ვიდეო, სადაც ილია მეორე რაღაცას ძლივს ლაპარაკობს. 5 წლის წინანდელ ვიდეოში ილია მეორე რაღაცას ძლივს ლაპარაკობს. ეს ვიდეო აიღეს და მიყიდეს ხალხს როგორც თითქოს და ამა წლის ახალი წლის ვიდეო. ამისათვის მე ჩემი გამოთქმული აზრი, სადაც დავაფიქსირო ეს კაცი უკვე მკვდარია და ასე რო არ იყოს, არ დასჭირდებოდა 5 წლის წინანდელი ვიდეოს აღება და გაჟღერება, არამედ ჩვეულებრივად გადაიღებდნენ ახალ სცენებს, სადაც ილია მეორე ილაპარაკებდა, მაგრამ ილია მეორე ვეღარ ლაპარაკობს რამე თუ ის უკვე მკვდარია, მეგობრებო. და ამისათვის აი ეს ქალბატონი ჩვეულებრივად ოჯახის ქალბატონი, რომელიცაც ალბათ მართლაც სწამს, რომ ილია მეორე არის ცოცხალი, მაყენებს შეურაცხყოფას იმის გამო, რომ საცოდავად მიმიჩნევს. კი ბატონო, ვთქვათ, მე ვარ საცოდავი. მე აგიხსნით თქვენ, თუ რატომ ვთქვი ეს. ოღონდ თქვენც ამიხსენით ის, თუ რატომ იწოდებთ საცოდავს. კარგით? აი მე მოვითხოვ ამას, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, ხო? მაშინ ამიხსენი ძირეულად, რატომ იწოდებ საცოდავს. მე გითხარი, რომ მე დავინახე თვალნათლი, ილია მეორე არის მკვდარი. შენ მითხარი მაშინ, თუ შენ იცი და გაქვს ფაქტები ამ ვიდეოების გარდა, ხელოვნური ინტელექტით დამზადებული ვიდეოების გარდა, მე ამას არ ვეყრდნობი ამ ვიდეოებს, თუ გაქვს შენ ფაქტები იმისა, რომ ილია მეორე ცოცხალია და ხედავ, რომ მე ხედავ ამ ადამიანს მკვდრად, მაშინ მომიყვანე ფაქტები, მითხარი, აი ამ დროს ვიყავი მე აქა და აქ და ჩემი ხელით, ჩემი თვალით ვნახე, რომ ეს ადამიანი, აი ილია მეორე არის ცოცხალი. ამიტომ ქალბატონო, ან გოგონა, მომმართე როგორც გინდა, გარდა ეხლა საცოდავ რა, ძალიან დაბალი დონეა რა და აი ესე დაბალ დონეზე მეც ჩამოვედი და გინებაც დავიწყე და რაღაცა საშინელებები დამაწყებინეთ, მაგრამ აღარ მინდა ახლა მაგ დონეზე დარჩენა რა. ვფიქრობ, რომ ახლა დროა გავიზარდოთ, ხო? სულ ყველა ნიკოლს დაფართხულობ და ხმაურობ, დედიკო რა.
ჩვენთან იმხელა თოვლი მოვიდა ბავშვი, ესე იგი წელამდე კი რა ხრებამდე წდებათ ბავშვებს უკვე. და პირდაპირ მნიშვნელობით ქალბატონო ეკატერინე, ხო? აი გეუბნები რომ ეს ადამიანი, რომელზეც ახლა საუბრობ, ილია მეორე არის ჩემი შვილის ნათლია. მე ამ ადამიანის მიმართ არანაირად არ ვიყავი ცუდად განწყობილი. პირიქით, რატო მოვანათლენებდი ადამიანს, ჩემს შვილს, აი ახლა ვინც ლაპარაკობს, ვისი ხმაც გესმით, რატო მოვანათლენებდი ჩემს შვილს, თუ კი მის მიმართ პრულად ვიქნებოდი განწყობილი, ხო? მე გითხარით, ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი თქვენ გაქვთ მტკიცებულება და თქვენი თვალით, ცოცხალი თვალით იხილეთ, რომ ილია მეორე ცოცხალია, მაშინ მომწერეთ მე პირადში და აი ესე საცოდაოთი კინო მომიხსენიებთ, მომწერეთ პირადში და მითხრათ მე მყავს, ჩემი თვალით ვნახე, ჩემი ხელით შევეხე და დარწმუნებული ვარ 100%-ით რომ ის ცოცხალია. აი ესე მომწერეთ ძალიან ბავშვებო ერთი წუთით მადროვეთ, ხო? მეორე საკითხი ის არის, რომ საცოდაობა საყოველთაოდ ის არის, ერთი წუთით იყო, საყოველთაოდ ის არის, რომ აი ახლა ეს ბავშვი, რომელიც მე მომიახლოვ და ახლა დედას მეუბნება, ხო? იოანე თორნიკე, ხო? ამ ბავშვთან ერთად და ჩემ კიდე ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, 5 წლის ბავშვთან ერთად, 6 წლის ბავშვთან ერთად და 3 წლის ბავშვთან ერთად მივედი მე ილია მეორესთან, ჩემი შვილის ნათლიასთან. აღდგომის მისალოცად. როცა ვიკითხე საპატრიარქოში, რომ მეთქი აი ვიკითხე რომ ილია მეორე არის თუ არა რეზიდენციაში, იქ საპატრიარქოსთან, სანაპიროზე. კი, სახში არის, რეზიდენციაში არისო, მაგრამ ვერ შეგიშვებთ, იმიტომ რომ არ ვიცით ვინ ხარო, მეთქი ჩემი შვილი არის მისი ნათლია. რომელი მეუფისგან ხართ? არანაირი მეუფისგან მე არ ვარ, მეთქი მე ვარ ჩვეულებრივად ჩემს ნათლიასთან, ჩემი შვილის ნათლიასთან მოვიყვანე ჩემი შვილი, მისი ნათლული. გადაამოწმეთ სახელი და გვარებით, ჩვენ ვართ მათი ნათესავები. ბავშვებო! და ერთი სიტყვით მოკლედ რატომ მომიყვანა ღმერთმა გონს რომ ესენი არ არიან სანდოხებში იცით რომ აი ამ კაცთან მე ახლა ვისაც ხედავთ ხო თეთრებში გადაფარებული ილია მეორის ამ კაცთან რაღაცა სისტემა რომელიც ამ კაცსა და ჩემ შვილს შორის იდგა არ შეუშვა ჩემი შვილი ანუ მე რა ახლა ჩემ თავზეც მეც იქ ვიდექი და ჩემი ქმარიც 5 თავი ვიდექით იქ ხო 5 თავი ჩემი სამი შვილი და 1 ქმარი ხო 2 ქმარი ჯერ არ მყავს ხო და ეხლა რა ხდება იცით მეგობრებო არ შემიშვეს არა არც გადასცეს რომ იქ ვარ არანაირი პასუხი არ გამცეს და ქალბატონო მე ამას ვყვირი ვარ ქალბატონო ეკატერინე მე ამას ვყვირი ვარ გვატყუებენ რაღაცებს ესენი გესმით გვატყუებენ და თქვენ მე მიწოდებთ საცოდავს კარგი მე ვარ საცოდავი და ყველა ის ადამიანი რომელსაც ატყუებს აი ეს ინსტიტუცია და მკვდარ ადამიანს ცოცხლად უსაღებს ის არის ბედნიერი ეგრე იყოს მაშინ გაიგე თუ ეგრე გინდათ ეგრე იყოს მე რა გელაპარაკოთ მეტი კარგად იყავით ბედნიერად იცხოვრეთ ამ ტყუილებში და პირადად მე მიმაჩნია საცოდაობა ის არის როდესაც ამ ხელას იბნელად და საქართველოში და ადამიანი თვალს იბრმავებს და ყურს იყრუებს და ეზარება ამის გადამოწმება ეზარება უბრალოდ იცის რომ მაინც არ შეუშვებენ იცის რომ ამ სისტემას რო შეებრძოლოს მაინც ვერაფერს ვერ გააღწევს იცის რომ მაგის ტრაკი თავი არ აქვს და ყური არც პირი არც ენა არც არანაირი საშუალება არ აქვს რომ ამ სისტემაზე გამოიქვლეს ბოლოს და ბოლოს რატო ატყუებს ამ ხალხს იცის ან ბრმად არის მინდობილი და უკვე არის გადაჭეხილი სადღაც უფსკრუში რომ ჩემნაირი ადამიანები სამი შვილის დედის არ შევად სამი შვილის დედა ვარ და გავყვირი ვარ ხალხო გამოფხიზლი და იმის არ სჯერათ მას სწევლიან ქრისტიანები წარმოგიდგენიათ ქრისტიანები მას სწევლიან მას უწოდებენ საცოდავს მას უწოდებენ რა ვიცი რას და
სისტემის რომელიც ნათლულს არ უშვებს ნათლიასთან იმისი სჯერა. სჯერათ იმისი, კაცო, კი ბატონო, დაიჯერეთ მაგის დედავატირე, არაფერი არ მაქვს მაგის საწინააღმდეგო. თუ ტყუილებში გინდათ ცხოვრება, დაიჯერეთ და იყავით და იბედნიერეთ ამ ტყუილებში. მე ვინა ვარ რომ ეს აგიკრძალოთ. ღმერთი გაძლევთ თავისუფალებას და მე აგიკრძალოთ? არა, ძმაო და დაო, არა, იბედნიერეთ ამ ტყუილებში, იყავით ესე. მე ჩემი სიმართლით ვივლი. რასაც ვხედავ იმას ვიტყვი, რასაც ვისმენ იმას ვიტყვი და თქვენის გააკეთეთ, რასაც ვერ ისმენთ და ვერ იგებთ და იბედნიერეთ რა მაგ სიბნელეში. კარგად იყავით, ეხლა ამას ვერ დავასრულებ, მეგობრებო, მე გადავიდეთ ვეფხისტყაოსნის განხილვაზე, ვართ უკვე მეოთხე თავზე. შესავალიდან უკვე მეოთხე თავზე გადავედით და განვიხილავთ უცხო მოყმის ნახვას. გაგოცეთ ყველას, შემომიერთდით დროებით.